რა ვიდეო მტკიცებულებები დევს 4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ. ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში ბევრი ბრალდებულია, შევეცადეთ, რომ ეს ვიდეოები პირობითად მსგავს კატეგორიებად დავყოთ. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებში ბრალდებულთა ნაწილი ათონელის სასახლის ეზოში აღწევს. ნაწილი ღობეს აჯანჯღარებს. ნაწილს საგნის სროლასაც ედავებიან. საქმეში ასევე არის ვიდეოები, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე ზოგიერთ მათგანს პოლიციაზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავება. მივყვეთ ქრონოლოგიურად. ათონელის სასახლესთან ვითარება მას შემდეგ მწვავდება, როდესაც სასახლის ღობის პირველ სექციას აგდებენ. ეს დაახლოებით 19 საათსა და 08 წუთის შემდეგ ხდება. ამ ეპიზოდში სასახლის დაცვასთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. მალევე აგდებენ სასახლის ღობის მეორე სექციას. აქციის მონაწილეები სასახლის ეზოში აღწევენ, ციტაკის სპრეის გამოყენების შემდეგ კი უკან იხევენ. ამის შემდეგ დაახლოებით 3 წუთში, 19 საათსა და 11 წუთზე იგივე მეორდება. ხედავთ, რომ ისევ შედიან აქციის მონაწილეები. სწორედ ამ დროს გადადიან სასახლის ეზოში ერთობლივად მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე. ისინი სასახლის ღობის პირველი სექციის ჩამოვარდნის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სპეცრაზმის მოგერების შემდეგ აქციის მონაწილეები ეზოს ეცლებიან. აქედან ისევ 2 წუთში, 19 საათსა და 13 წუთზე ეზოში გადადის პაატა ბურჭულაძე, ლაშა ბერიძე და მათთან ერთად სხვა ბრალდებულები. ისინი ჭიშკართან დგანან და რამდენიმე წუთში უკან გადმოდიან. ამის შემდეგ ადგილზე ვითარება შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად განმოხტულია, ვიდრე ქუჩაზე პოლიციელთა ჯგუფი არ გამოჩნდება. ბრალდებულებს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის, ანუ ათონელის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. პროკურატურას სასახლის ეზოში მოხვედრილ ყველა ბრალდებულზე განურჩევლად სიმძიმისა ერთი პოზიცია აქვს. ბრალდების მხარე ეზოში დგომასაც სასახლეში შეჭრას უწოდებს და მისი ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებს. აი მაგალითად ზურა ჭავჭანიძის შემთხვევა. ის ღურბს იქით იმყოფება. თვალსაჩინოებისთვის ეს მონაკვეთიც გამოდგება. პროკურატურა ამ კადრს რამდენიმე ბრალდებულის წინააღმდეგ იყენებს. ბრალდების მხარის პოზიციით კადრში ჩანს გიორგი ჩახუნაშვილი, ალექსანდრე ჩილაჩავა, ჟანდრი თირკია, კონსტანტინე კოკაია, ზაქრო ალბუთაშვილი და სხვა ბრალდებულებიც. ისინი სასახლის ეზოში არიან და მალევე უკან გადმოდიან. სხვა სახის ფიზიკურ ძალადობას მათ გამოძიება არ ედავება. ალექსანდრე ჩილაჩავა არც ნაგუწყუს არ გადაადგილებს, არც ღობეს არ ეხება, არც ქვას არ ესვეს, არც იგინება. შეჭრად ვერ იქნება შეფასებული სასახლის ეზოში ყოფნა. ზაქრო ალბუთაშვილი არც ფიზიკურად არ ძალადობს, არც ნივთებს არ ისვრის და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებს სამართალდამცავებს. ვიღაცა შევიდა იმის, რომ ბატონი პატა გამოიყვანა, ნახაროც უნდა იყო. ვიღაცა შევიდა იმის, რომ ვიღაცა იქ წაქცეული იყო და ის გამოიყვანა. ანუ ამ პირების მიზანი შეიძლება არც იყო ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სახლის შეჭრა. ამიტომ როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვედავებით შეჭრად, მაშინ პროკურატურამ უნდა გამოკვეთოს შეჭრის მიზანი, რომ ეს ნამდვილად ამ მიზნით განხორციელდა და ამ მიზნით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა შორის ასევე არის დავით ჟღენტი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას ნეიტრალური მტკიცებულება ვიდეოკადრი წარმოდგენილი არ აქვს. ბრალდებულთა ნაწილის შემთხვევაში პროკურატურას სხვადასხვა საგნის სროლაც აქვს გამოყოფილი. რასაგანია ეს და ზიანდება თუ არა სროლის შემდეგ ვინმე, პროკურატურა ამის მტკიცებაში არ შედის. იგივე შეიძლება ითქვას ღობის ჯანჯღარსაც. პროკურატურა არ მიჯნავს ზიანდება თუ არა ღობე კონკრეტული ბრალდებულის მიერ. ან თუ ზიანდება, რატო არ კვალიფიცირდება ეს ქმედება მაგალითად ნივთის დაზიანებად. პროკურატურა ამ ყოველივე სასახლეში შეჭრის მცდელობად აფასებს. ის როდესაც ღობდნენ რამდენიმე წამში გამოდის, რამდენიმე წამი დგას იქ და შემდეგ გამოდის და იქ აღნიშნე რომ ღობა ჩვეულებრივად დგას, არც აქცეული, არც რამე დაზიანება არ აქვს, ჩვეულებრივად რამდენიმე წამი ეხება აღნიშნულ ღობეს, ხელს ურტყავს და ამით სრულდება. ამ შემთხვევაში იმავე ვიდეოში, რომელზეც პროკურატურა იძახის, რომ ჩანს ზუსტად ეს დანაშაული, ნაჩვენებია, რომ 15-დან 20 მეტრამდე ღობი არის მონგრეული უკვე. ანუ ნიკა გვენცაძის მოქმედება, თუნდაც ვთქვათ, რომ რაიმე ღობეს ეჯაჯღურებოდა, არ არის ვარგისი იმისთვის, რომ მან შექმნა საშუალება და გარემოებები, რომ მერე ვინმეს პრეზიდენტის სასახლე დაეკავებია, იმიტომ რომ ვერდით არის ღიობი, ერთი ღობე უკვე წაქცეულია. რატომ არ აქვს მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება 197-დან მუხლით წარდგენილი ბრალი და რატო არ ამობენ, რომ რაღაც X ღირებულების ღობე დააზიანა. ძალადობენ თუ არა ისინი ვინმეზე. პროკურატურა ამბობს, რომ ინდივიდუალური ძალადობა აუცილებელი არ არის. მათი პოზიციით 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური
ჯგუფური ძალადობა სხვადასხვა სახის ქმედებით გამოვლინდა. კონკრეტულ ბრალდებულებს წაყენებული აქვთ ჯგუფური ძალადობა, ანუ ჯგუფური ქმედებები. შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის და ჯგუფური ქმედებების დადასტურების დროს და განხორციელების დროს აუცილებელი არ არის, რომ ყველა ბრალდებული ყველა ქმედებას ახორციელებდეს. ისინი ნაწილ-ნაწილ უნდა ახორციელებდნენ სხვადასხვა ქმედებებს, რაც სახეზეა. ზოგიერთი ბრალდებული შეიჭრება პრეზიდენტის სასახლეში, ცდილობს მის ხელში ჩაგდება. ზოგიერთი პოლიციელებზე ძალადობს, ზოგიერთი წვავს იქ არსებულ ინვენტარს, ზოგიერთი საერთოდ სხვა პირების ქონებას ანადგურებს და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას. 19 საათი და 35 წუთი ათონელის სასახლესთან ქუჩის მხრიდან, იქ სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, პოლიციელთა ჯგუფი შედის. ვხედავ დამატებითი ძალა შემოყავთ აქციის შუაგულში. კადრებში ჩანს, რომ პირველი ნაკადი ათონელის სასახლის ეზოში დაუბრკოლებლად შედის. თუმცა უკანყოფ ნაკადსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას ვხედავთ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიციელები რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ შუაგულში შევიდნენ აქციის, რამაც გამოიწვია ახლა ესკალაცია. ამიცეს რა ტაქტიკის ნაწილი იყო პოლიციის მხრიდან, რომ აი აქ გაევლოთ მაინც და მაინც. სწორედ ამ ეპიზოდში ხდება პოლიციელებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ამ ეტაპზე მტკიცებულებების შესწავლის შედეგად პუბლიკისთვის ცნობილია, რომ ჯამში 64 ბრალდებულიდან 14 მათგანია ისეთი, რომელთაც ბრალდების პოზიციით პოლიციელებზე ფიზიკურად იძალადეს. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ისმის მთავარი შეკითხვა. მაშინ, როდესაც ათონელის ქუჩა აქციის მონაწილეებით იყო სავსე, რატომ გადაწყდა სასახლეში პოლიციის დანაყოფის შეყვანა სწორედ ამ ტრაექტორიით? რატომ არ შევიდნენ ისინი სასახლეში მაგალითად უკანა შესასვლელიდან? ასევე რატომ არ ჰქონდათ მათ თან დამცავი აღჭურვილობა? სახელმწიფო მოაწყო პროვოკაცია, ღობე დააზიანა, რომ გადანგრეულიყო, ქონდა მოლოდინი, რომ მასობრივად შეუტევდა ხალხი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, იმიტომ რომ ამის ორგანიზებას არავინ არ აკეთებდა და იქ არ იყო არსებითად მასა აგრესიული, რამოდენიმე შემთხვევა იყო პოლიციას თუ უსმედით, 5-6 ადამიანი გადმოვიდაო, მეტი არაო. და სახელმწიფოს მიზანი იყო, რომ პოლიციელები დაზიანებული იყვნენ. დაუცველი პოლიციელი ეკიპირების გარშე დააყენა ეზოში სეირის საყურებლად და მიუხედავად იმისა, მე პოლიციას ვკითხე, პირველი იყავით რომ დაზიანდა და მიპასუხა არა. მანამდე ჩემი კოლეგა დაზიანდა, ანუ ადამიანი დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაზიანების ფაქტი დადგა, პოლიციელები შიგნითაც ფარიწყი არ მიაწოდეს, რომ თავი დაეცვა და ეს იყო ბინძური პროვოკაცია, ბინძური რეჟიმის. ასოუცგებლობა არის აქციის ორგანიზატორების, ვინც მოუწოდეს ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს, რომ ერთის მხრივ შეჭრილნηκαν პრეზიდენტის სასახლის ეზოში და მეორეს მხრივ განახორციელებინათ ფიზიკური ძალადობა ნებისმიერი პოლიციელის მიმართ. რატომ გაიარეს აქციის მათ მონაწილეთა განმარტეს, რომ ვინაიდან გადაუდებლად იყო საჭირო, რომ ჩარეულიყვნენ, ყველაზე მარტივი და მოკლე გზა მათი განმარტებით იყო ეს. პოლიციელები იყვნენ აღჭურვილი იმ ეკიპირებით, რომელიც მათი ეკიპირება და ისინი განმარტავენ, როგორც ცოცხალი ძალა, ისე აპირებდნენ, რომ დაეცვათ პრეზიდენტის სასახლე. ამ საქმეზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კვალიფიკაციის საკითხს. რამდენად საკმარისია საქმეში არსებული მტკიცებულებები იმისთვის, რომ პროკურატურამ თქვას, რომ სახეზეა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. ანუ ის მუხლი, რასაც ბრალდებულებს ედავებიან. კანონმდებლობა განმარტავს, რა არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად. სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარის ძირითადი შეკითხვები სწორედ ამ საკითხს ეხება. როგორ ამტკიცებს პროკურატურა, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ? პროცესზე საქმის წარმმართველმა გამომძიებელმა თქვა, რომ ამის მტკიცებულება ჯერ არ აქვთ, თუმცა მობილურ ტელეფონებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც არსებობის შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ ორგანიზატორებთან კავშირს დაადასტურებს. თუმცა პროკურატურას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა წინასწარ შეკავშირებას. წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში გამომძიებელმა უპასუხა, რომ არსებობს ამოღებული ტექნიკა, რომელზეც დანიშნული ექსპერტიზა და მიღებული არ არის გადაწყვეტილება, თუმცა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმების ნაწილი ამ შემთხვევაში ბრალდების ხარის შეფასებით და მათ შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკით რამდენი დღით ადრე მოხდა შეთანხმება, საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა, როდესაც კონკრეტული პირების ქმედებები და ქცევები კონკრეტულ ლოკაციაზე ემთხვევა ერთმანეთს, გამომდინარეობს კონკრეტული პირების მოწოდებებიდან და ამ მოწოდებების რეალიზება ხდება უკვე მოქმედებებში, ეს ბრალდების შეფასებით წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ის რაც ამ შემთხვევაში პროკურატურა განმარტავს, რომ საკმარისია მხოლოდ ორგანიზატორების მიერ აღნიშნული ორგანიზება, ეს ესე არ არის. მოცემულ შემთხვევაში პროკურატურა
ვთქვათ, რომ აუცილებლად დაადსტუროს, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც ამ შემთხვევაში იღებდნენ მოწვევას, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ხდებოდა აღნიშნული ძალადობრივი ქმედების დაორგანიზება. 4 ოქტომბერს რომ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედება, ამას ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ალექსანდრე ჩილაშავა, სულხან ტუღუში და სხვა პირები. ეს უნდა დაასტუროს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე. აი ეს მტკიცებულება არ აქვს და შესაძლოა თუ ბრალდების მხარე ვერ დაასტუროს, რომ ალექსანდრე ჩილაშავა სამზუგდიდში ჩამოვიდოდა, იცოდა, რომ ამ შემთხვევაში 4 ოქტომბერს განხორციელდა ეს ძალადობრივი ქმედება, გამიცოლა ის ამ შემთხვევაში ამ ორგანიზებულ ჯგუფთან არავითარი კავშირი მას არ ქონია. პუბლიკა დამატებით მოამზადებს მასალას საქმეში ორგანიზატორად მიჩნეულ პირებზე. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ პირველი ნაწილი, ვიდეო სასახლის ხობის ექსპერტიზაზე.